ეს იყო მარკო რუბიოს ოფიციალური განცხადება. სკანდალი ვაშინგტონში მას შემდეგ აგორდა, რაც მარკო რუბიომ შეუტია კუპეთს, კუბის სახელმწიფო ნავთობკომპანიას და კრიზისის ცენტრში მოაქცია. შეთანხმება, რომელიც ცდილობდა გზა გაეხსნა ფლორიდიდან კუბისკენ საწვავის გიგანტური ტვირთის გასაგზავნად. ამ პარასკევს 2026 წლის 12 ივნისს საქმე უკვე პირდაპირ დარტყმად ითვლება რეჟიმის ენერგეტიკულ მექანიზმზე, რადგან საქმე მხოლოდ ბენზინსა და დიზელს არ ეხება. საქმე ეხება პორტს, აუზს, სატვირთო მანქანას, სახელმწიფო კომპანიას, ეგრეთ წოდებული კერძო სექტორს, გადამისამართების რისკს და ძველ სტრუქტურას, რომელიც თითქმის ყველაფერს აკონტროლებს კუნძულზე. კომპანია Vanguard Energy, რომლის სათაო ოფისი Coral Gables-ში მდებარეობს, ცდილობდა 250,000-ზე მეტი ბარელი დიზელისა და ბენზინის კერძო კუბელი მყიდველებისთვის გადაეტანა. პროდუქტის შესანახად კი კუპეთთან დაკავშირებულ სტრუქტურას იყენებდა. მაგრამ რუბიომ ამ გეგმის სიმშვიდე დაარღვია, როდესაც სანქციები დააწესა სახელმწიფო კომპანიაზე და რეჟიმი დაადანაშაულა ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში, მაშინ როცა კუბის მოსახლეობა ელექტროენერგიის გათიშვებს, რიგებსა და დეფიციტს აწყდება. პრობლემა მარტივია გასაგებად და მძიმეა მისაღებად. როგორ გავაგზავნოთ საწვავი კუბაში ისე, რომ არ გავატაროთ თავად რეჟიმის ხელში, რომელიც აკონტროლებს პორტს, საწყობს, სატვირთოებსა და განაწილებას. როგორ დავიჯეროთ, რომ პროდუქტი მხოლოდ კერძო სექტორს მიაღწევდა, თუ ფიზიკური სტრუქტურა კუბის სახელმწიფოსთან არის მიბმული? რას ცდილობდნენ ისინი და რატომ რეაგირებს ბრაზილია ახლა? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. მარკო რუბიომ 2026 წლის 11 ივნისს გამოაცხადა სანქცია კუპეთის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ შეეხო სახელმწიფო კომპანიას, რომელიც კუბის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზეა პასუხისმგებელი. ეს ზომა ბლოკავს კომპანიის ქონებასა და ინტერესებს ამერიკის იურისდიქციაში და ზრდის რისკს ნებისმიერი ამერიკული კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს მასთან ბიზნესის გაკეთებას. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან კუპეთი თავისუფალ ბაზარზე არ ოპერირებს. კუბის რეჟიმი საწვავს იყენებს პრივილეგიების დასაცავად, უსაფრთხოების სტრუქტურების შესანარჩუნებლად და თავისი კონტროლის მანქანის შესანარჩუნებლად. მაშინ როცა ოჯახები ელექტროენერგიის გათიშვებსა და დეფიციტს აწყდებიან. ამ სიტყვებმა ძალა შეიძინა, რადგან ჩვეულებრივი კუბელი საათობით ელოდება ბენზინს, ხედავს როგორ ჩერდება ვაჭრობა და ყოველდღიურად უწევს ენერგიის გათიშვებთან ცხოვრება. ამავე დროს რეპრესიული აპარატი მუშაობას აგრძელებს. მეთვალყურეობის ორგანოები კვლავ ქუჩებში არიან და რეჟიმის ელიტა კვლავ დაცულია. გარიგება, რომელმაც საქმე გაამწვავა, ეხება Vanguard Energy-ს, ფლორიდაში დაფუძნებულ კომპანიას, რომელსაც სუბს კუბაში დიდი რაოდენობით საწვავის დაგზავნა. ოპერაცია მოიცავდა 250,000-ზე მეტ ბარელ დიზელსა და ბენზინს, რომლის გაყიდვაც კუბელ კერძო მყიდველებზე იყო დაპირებული. ქაღალდზე ეს მეწარმეების მხარდაჭერას გავდა. პრაქტიკაში კი ტვირთი კუბის პორტში უნდა შესულიყო. სახელმწიფო სისტემასთან დაკავშირებული საცავის გამოყენება და კუნძულზე ცისტერნებით გადაადგილება იყო საჭირო. სწორედ ამ გზაზე კარგავს გეგმა ძალას. კითხვა, რომელიც შეთანხმების ყველაზე მიმზიდველ ვერსიას ანგრევს, მარტივია. ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს კუბაში? კომპანიას შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დაპირდეს კონტროლს და თქვას, რომ პროდუქტი არ გადაეყიდება რეჟიმს. მაგრამ მას შემდეგ, რაც საწვავი პორტში ჩადის, აუზებში შედის და შემდეგ სატვირთოებით გადის, რეალური კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება. კუბაში კერძო მეწარმე იოლად ვერ უპირისპირდება სამხედრო ხელისუფლების ან უსაფრთხოების აგენტის ბრძანებას. პირველი კრიტიკული წერტილი პორტშია. საწვავის ტანკერს სჭირდება ნებართვა, დოქში მისვლა, პორტის მომსახურება, უსაფრთხოება, გადასახადები და ადგილობრივი ოპერაცია. მატანსასი მნიშვნელოვანი რგოლია სწორედ იმიტომ, რომ საწვავის სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა დამოუკიდებელი კერძო სექტორის ხელში არ არის. ის სახელმწიფო სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სავარაუდო კერძო მყიდველამდე მივა, რეჟიმს უკვე შეუძლია ოპერაციით სარგებელი მიიღოს. მეორე საკითხი კი შენახვაშია. ესეთი მოცულობის ტვირთს სჭირდება რეზერვუარები, გაზონვა, ტუმბვა და ტექნიკური კონტროლი. კუპეთი ამ დებატში იმიტომ ერთვება, რომ ის კუნძულზე ნავთობისა და მისი წარმოებულების მართვის მექანიზმის ნაწილია. ასევე ჩნდებიან ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა Simex და Cuba Metais, რომლებიც დაკავშირებულია იმპორტთან, ვაჭრობასთან და Cuba Metalesთან. Ligadas à importação, comércio e distribuição. თუ ეს ორგანიზაციები ტვირთს ეხებიან, იღებენ მომსახურებას ან აკონტროლებენ ნაკადს, შეთანხმება აღარ არის მხოლოდ კერძო გაყიდვა და ხდება შემოვლით გზა კუბის სახელმწიფოსთვის. მესამე საკითხი ცისტერნებიან სატვირთოებშია. შენახვის შემდეგ საწვავი უნდა მიეწოდოს მყიდველს. უბრალოდ კუბას არ აქვს დიდი კერძო ავტოპარკი, რომელიც დამოუკიდებლად სახელმწიფოზე დამოკიდებულების გარეშე ასობით 1000 ბარელის გადაზიდვას შეძლებს.
საწვავის მასშტაბურად გადამზიდი სატვირთოები, როგორც წესი პირდაპირ ან ირიბად რეჟიმის კონტროლის ქვეშაა. საბოლოო მიწოდება შესაბამისად გადამისამართების რისკის ქვეშ ექცევა. მოცულობის ზომაც ეჭვებს საჩინს. პატარა კომპანიებს დიზელი და ბენზინი სჭირდებათ მიწოდებისთვის, ტრანსპორტირებისთვის, საკვებისთვის, გენერატორებისთვის და სერვისებისთვის. ეს რეალურია. მაგრამ კუბის კერძო სექტორს არ აქვს სრული თავისუფლება და არც საკმარისი სტრუქტურა, რომ ასეთი მასშტაბის ტვირთი დამოუკიდებლად აითვისოს. თუ საწვავი დარჩა, ვის რჩება ის? თუ კონტროლი არ არის, ვინ უშლის ხელს გადაკიგოს? თუ რეჟიმი აკონტროლებს მარშრუტს, ვინ წყვეტს დანიშნულებას? სწორედ აქ ხდება რუბიოს სანქცია მტკივნეულ წერტილს. ტრამპის მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს კუბის ხალხს და დამოუკიდებელ მეწარმეებს, მაგრამ ისე რომ არ მოამარაგოს დიქტატურა. ეს ზღვარი შეუძლებელი ხდება, როცა ოპერაცია კუპეძეა დამოკიდებული. სახელმწიფო კომპანია სამიზნე გახდა, რადგან ის სიმბოლურად აერთიანებს ენერგიასა და პოლიტიკურ კონტროლს. თუ რეჟიმს საწვავის მისაღებად ეს კომპანია სჭირდება, მაშინ ბიზნესი ისეთი დამოუკიდებელი აღარ არის როგორც ჩანდა. ჰავანამ რეაგირება მოახდინა ვაშინგტონის გაკრიტიკებით და სცადა სანქცია კუბელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სასჯელად წარმოიჩინა. ეს პასუხით ცნობილია. რეჟიმი ყოველთვის გარეძალებს აბრალებს, როცა მისი შიდა სტრუქტურა კოლაფს განიცდის. მაგრამ რეალობა ამ ვერსიის წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობა აკონტროლებს როგორც შემოსვლას, ასევე განაწილებას. და შემდეგ სხვებს ადანაშაულებს. როცა მოსახლეობა იხდის ფასს, ჩვეულებრივი კუბელისთვის ეს ნიშნავს გამორთულ მაცივარს, დაზარალებულ ვაჭრობას, შემცირებულ ტრანსპორტს და დარბოლულ ყოველდღიურობას. რეჟიმისთვის ეს ნიშნავს პოლიტიკურ რისკს. ყველაზე შემაწუხებელი დეტალია ის, რომ კუბაში საწვავს ორი დანიშნულება შეიძლება კონდეს. შეიძლება ამუშავოს საკვების სატვირთო, სასტრაფო დახმარება, საავადმყოფოს გენერატორი და დახმარების მიწოდება. მაგრამ ასევე შეიძლება ამუშავოს საპატრულო მანქანა, პოლიტიკური მობილიზაციის ავტობუსი, პოლიციის მანქანა და მეთვალყურეობის სტრუქტურა. რუბიო სწორედ ამ რისკს იღებს მიზანში. დიქტატურაში დეფიციტური რესურსი იშვიათად მიჰყვება ნეიტრალურ ლოგიკას. ვინც ხელისუფლებასთან ახლოსაა, ის იღებს პირველ რიგში. ვინც სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ელოდება. დებატებში მოხსენიებული ჰუმანიტარული ალტერნატივაა კარიტასი და კათოლიკური ეკლესია. ეს გზა ყველაზე სანდოდ ითვლება, რათა საწვავი მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოებს, მოხდეს საკვების განაწილება და დახმარება გაწიოს ღარიბ რეგიონებს. რუბიომ წნეხი გაამკაცრა, რადგან პოლიტიკურ მომენტს სწორად მიხვდა. კუბის დიქტატურას სჭირდება საწვავი, ფული და გასაძრომი გზები. სანქცია კუპეძე ერთ-ერთ ასეთ გასაძრომ გზას ყველაზე მგრძნობიარე წერტილში კეტავს. ის აფრთხილებს, რომ ამერიკულ კომპანიებს არ შეუძლიათ კერძო სექტორის მხარდაჭერის არგუმენტით აწარმოონ ოპერაცია, რომელიც რეალურად კუბის სახელმწიფოზეა დამოკიდებული. რუბიომ ამ მტკივნეულ წერტილს თითი დაადო. კუბის ხალხს დახმარება სჭირდება, მაგრამ არა ისეთი მოდელი, რომელიც იმავე სისტემას ამარაგებს, რომელმაც ისინი დატოვა უშუქოდ ბენზინის და თავისუფლების გარეშე. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.